ეს შავი ჩანთა ყველაზე მოთხოვნადი ჩანთაა ჩემს კოლექციაში. ამ ვიდეო გაკვეთილში კი გასწავლით როგორ დაამზადოთ ეს პატარა ბურთულები. ამ ტიპის ჩანთებს განსაკუთრებულ სილამაზეს სწორედ ქისა და ეს პატარა ბურთულები სცემს. როცა ამ ჩანთის დამზადება გადავწყვიტე, მთელი ინტერნეტ სივრცე გადავქეკე, რათა სრული ვიდეო გაკვეთილი მენახა. ხო და ახლა გადავწყვიტე ჩემი გამომწერებისთვის ჩამეწერა ვიდეო. ბურთულები ძალიან მარტივი დასამზადებელი აღმოჩნდა. ამისთვის დაგჭირდებათ მძივები, ძუა და მაკრატელი. ჩანთების ქსოვისას მე ძირითადად 0.5 მმ-ის ზომის ძაბს ვიყენებ. ახლა კი ჩემთან ერთად დაიწყეთ ქსოვა. პირველი თვალის შესაკვრალად დაგჭირდებათ 5 მძივი. ახლა კი მარცხენა ძუას 4 მძივი დავუმატეთ, ისე რომ ერთი თვალი 5 მძივისგან შედგებოდეს. ქვედა ანუ მარჯვენა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მძივში. ზედა ძუას კი 3 მძივი დავუმატეთ, რადგან თვალი რომ შეიკვრება 5 მძივი უნდა იყოს. რიგის ბოლომდე ზუსტად ამავე პრინციპით მოგსოვეთ თვლები. ბოლო თვალის შესაკვრელად კი ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ 2 მძივში. ზედა ძუას კი 2 მძივი დავუმატეთ და ასე შეიკრა ეს მეორე რიგიც. ახალი რიგის დასაწყებად ქვედა ანუ მარჯვენა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მძივში. მარცხენა ძუას კი 3 მძივი დავუმატეთ და ასე 5 მძივიანი თვალი შეკარით. ახლა წინა რიგისგან განსხვავებით ქვედა ძუა გვერდით მდგომ 2 მძივში უნდა გაატაროთ. ზედა ძუას დავუმატეთ 2 მძივი და აქაც შეკარით 5 მძივიანი თვალი. სწორედ ასე უნდა მოიქსოვოს მთელი რიგი. რიგის ბოლო თვალის შეკვრისას კი ქვედა ძუა უნდა გაატაროთ გვერდით მდგომ 3 მძივში. ანუ მთლიანობაში იქნება 4 მძივი და მხოლოდ 1 მძივი უნდა დავუმატოთ. იმისთვის რომ მყარი ნაქსოვი გამოვიდეს, ბოლო თვალში აუცილებლად გაატარეთ ძუა. ზუსტად იდენტურად უნდა მოგსოვოთ მეორე ბურთულაც. ბოლოს კი ქისის თასმები უნდა მოათავსოთ ამ პატარა ბურთულებში. იმედი მაქვს მოგეწონათ გაკვეთილი, თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ვიდეოს შენახვა და ჩემი არხის გამოწერა.